სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ახსენებს წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს ეს არის საოცარი პიროვნება რომელიც დედის მუცლიდან იყო არჩეული წინასწარმეტყველად რომელიც წერდა ფსალმუნებს და გალობდა და იმდენად ძლიერი იყო მისი ფსალმუნების მადლი რომ როცა მეფე საული დამძიმებული იყო ბოროტის სულისაგან მას ეძახდნენ და ის გალობდა და ეშმაკი შორდებოდა საულს დავით წინასწარმეტყველი ამბობს მაუწყე მეუფალო გზაე რომელსაცა ვიდოდე რამე თუ შენ და მიაღვიღე სული ჩემი ეს ყოველი ადამიანის ლოცვა უნდა იყოს ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა სწავლოს უყოლს მაუწყე ესე იგი მიჩვენე მეუფალო გზა რომელსაცა ვიდოდე და ჩვენი გზა მიწიერი უნდა მივიდეს სასუფეველში დავით წინასწარმეტყველი ლოცულობდა მოიხსენე უფალო თავის თავზე ლოცულობდა თავისთვის მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი იმდენად დიდი იყო მისი სიმშვიდე რომ უფლის მეგობარი იყო უფლის საყვარელი ადამიანი იყო მაგრამ განსაკუთრებით მან გაითქვა თავისი სახელი როცა დაამარცხა გოლიათი იყო უძლიერესი ადამიანი დავითი იყო ახალგაზრდა და შურდულით გაწეული ხვით მან დაამარცხა და მისივე ხმლით მოხვეთა თავი ეს იყო ღვთის დიდი წყალობა და დღეს ჩვენ შევთხოვთ დავითს რომ იყოს შემწე და მფარველი საქართველოსი დავით მეფემ მოგვანიჭოს ჩვენ მადლი და ძალა რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი შეგეწიოთ მეფე დავითის ძლევამოსილი ძალა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს შეეწიოს მადლი რომელიც უხვად უბოძა მას ღმერთმა ჩვენთან არის ღმერთი დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ სამღვდელოებას ნიკანოზი დავითი და თუაშვილი
ჯილდოვდება მიტრის სტარების უფლებით აქციოს დელმონოზონი კონსტანტინე ნაროუშვილი დაჯილდოებული ოქროს ჯვრი დაახმარებულია იღუმენის ხარისხში აქციოს დელმონოზონი გაბრიელი ჯიხია დაჯილდოებულია ოქროს ჯვრი დაახმარილია იღუმენის ხარისხში აქციოს დელმონოზონი იონა მაისურაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრი დაახმარილია იღუმენის ხარისხში აქციოს დღეს ვაცავთ შემდეგ გვარებს დათვაშვილების გვარს ვაცავთ ჭინჭარაულები არონიები ღმერთმა დაღლოსოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ გაგამრავლოთ ჩვენთან არის ღმერთი